ძლიერი საქართველოს ლელო ქართული ოცნების რეპრესიებს ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც ივანიშვილის პარტია პოლიტიკური პარტიების აკრძალვას გეგმავს. ოპოზიციურმა პარტიამ სარჩელი უკვე შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ სარჩელით პარტია ითხოვს ქართული ოცნების მიერ დაჩქარებულად მიღებული ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. კიდევ ერთი სარჩელი კი უკვე ქართული ოცნების მხრიდან საკონსტიტუციაში სავარაუდოდ ხვალშევა. ოცნება საკუთარი რეპრესიების გასამართლებლად ნინო ლომჯარიას სარჩელს იყენებს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს გასაუქმებლად სურდა. ალტ-ინფოს გაუქმების საკითხი არ დამდგარა, შალვა პაპუაშვილი კი ამტკიცებს, რომ პარტიების გასაუქმებლად ახლა ოცნებას პრორუსულობაზე გაცილებით მეტი საფუძველი აქვს. სამოქალაქო საზოგადოება კი მისი მტკიცებით ამ რეპრესიებს უცხოური გავლენებით აკრიტიკებს. ნატალი ჯახუტაშვილი მუშაობს თემაზე, ის გვერდდება პირდაპირ ეთერში. ლელომ სულ ცოტა ხნის წინ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. პარტია მოითხოვს, რომ სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნოს ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების გაუქმებას და ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას. ცხადია, პარტია ლელოს არ აქვს მოლოდინი, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, იქიდან გამომდინარე, რომ მათი განცხადებით სასამართლო ყოველთვის ასრულებს ბიძინა ივანიშვილის გუნდის დაკვეთას, თუმცა მაინც ლელოში მიაჩნიათ, რომ გამოსაყენებელია ყველა სამართლებრივი მექანიზმი სიმართლის დასამტკიცებლად და ასევე ლელო მოგვიანებით აპირებს, რომ მიმართოს სტრასბურგის სასამართლოსაც, რაც შეეხება ქართული ოცნების სარჩელს. როგორც იცით, სასამართლოში ორივე სარჩელი შევა და პარტია ლელოშიც თანხმდებიან იმაზე, რომ ლოგიკური იქნებოდა სასამართლოს ჯერ რომ განეხილა ლელოს სარჩელი და განეხილა საერთოდ რამდენად კონსტიტუციურია ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით სულ ცოტა ხნის წინ, თუმცა ბუნებრივია არ გაუკვირდებათ არც ლელოში, რომ პირდაპირ ქართული ოცნების სარჩელი განიხილოს სასამართლომ. ეს ნორმები რომ არაკონსტიტუციურია, ამას არ სჭირდება განსაკუთრებული ცოდნაც კი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს დამწყები იურისტისთვისაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება კონკრეტულ პირებს, ინდივიდებს, პოლიტიკოსებს, არაპოლიტიკოსებსაც აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, თან აუკრძალოს სამუდამოდ. ქართული ოცნება შეიტანს ალბათ უახლოეს მომავალში თავის სარჩელს, მაგრამ ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც აპირებს რომ აკრძალოს ოპოზიცია, ჩვენ გვაქვს გასაჩივრებული. წესით სასამართლომ ბუნებრივია და ლოგიკურად უნდა იმსჯელოს ჯერ ამ ნორმების კონსტიტუციურობაზე, ან როგორც მინიმუმ პარალელურ რეჟიმში, მაგრამ ეს ქართული ოცნების მიზანი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ არ მივცემთ იმის ფუფუნებას ქართულ ოცნებას, რომ უბრძოლველად თუნდაც სასამართლოში ბრძოლის გარეშე გააუქმოს პოლიტიკური ოპოზიცია. სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე საკმაოდ ცინიკურად გამოეხმაურა, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ლელოს სარჩელს. შალვა პაპუაშვილმა ურჩია პარტია ლელოს, რომ მიმართონ ნინო ლომჯარიას, რაც შეეხება ქართული ოცნების დოკუმენტს, როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, თითქმის მომზადებულია უკვე ეს სარჩელი, დასახვეწია ახლა გარკვეული დეტალები და სწორედ ამ საკითხზე დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში იმსჯელებენ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები და შალვა პაპუაშვილმა ისიც კი თქვა, რომ სრულიად დემოკრატიულია და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის ეს კანონი, რომელიც სულ ახლახანს მიიღო საკანონმდებლო ორგანომ. სარჩელი მე თქვი კიდევაც, რომ მზად არის მისი სამართლებრივი დახვეწა. ჩვენ დღეს გვექნება უმრავლესობის ხდომა და რა თქმა უნდა უმრავლესობის ხდომაზე მოხდება ამ სარჩელის განხილვა და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ხვალ უკვე მზად იქნება. ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ აურიოს სიტუაცია საქართველოში, ეს არის ჩვენთვის მთავარი საზომი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ მათ შორის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებითაც შევქმნით დასავლური სტილის კანონმდებლობა. ლელოს მოუწევთ მიმართონ ნინო ლომჯარიას. თუ კი აინტერესებთ პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციური ან არაკონსტიტუციური ინსტრუმენტია. ახლა საინტერესოა, ვის შეიყვანს ქართული ოცნება ამ ეგრეთ წოდებულ შავ სიაში. არ არის გამორიცხული, რომ ამ სიის შესახებ დღესვე გახდეს ცნობილი, მას მერაც უმრავლესობის ხდომა დასრულდება.